სოხუმის კონსტანტინე გამსახურდია სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით შედგა და მასში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ. სცენაზე ეროვნული გმირის გამონათქვამები გააცოცხლეს, რომელიც ჟიულის შარტავას პატრიოტულ სულისკვეთებას და მოქალაქეობრივ პოზიციას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს. საღამოზე ნაჩვენები იყო დოკუმენტურ ფილმ ჩვენი დროის გმირის ფრაგმენტები, რომელშიც აფხაზის სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ჟიულის შარტავასა და მისი თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელი კადრებია ასახული. ღონისძიებაზე პატივი მიაგეს ყველა იმ მებრძოლის ხსოვნას, რომელიც სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ჟიულის შარტავასთან ერთად 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტა. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიულის შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. ჟიულის სიკვდილი, მისი ეს საოცარი გმირობა არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა იზრდებოდნენ თაობები და ქვეყანას უნდა ყავდეს გმირები, რომელიც ყოველთვის იქნება საჩვენებელი, იქნება მაგალითი, როგორც მანათობელი ვარსკვლავი. კვირეული არის პატარა მონაკვეთი იმ უგდავყოფის მატიანისა, რომელიც იწერება მის სახელთან დაკავშირებით, მის გმირობასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, რომ ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა ეს დღეები, ეს კვირეული, ჟიულის შარტავას კვირეული. ეს ადამიანი იყო მზად ამ გმირობისთვის. მან გააზრებულად გააკეთა ის ნაბიჯი, რაც მოიმოქმედა. ჟიული ასე შეეწირა ზვარაკად თავის ერს, თავის სამშობლოს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ძალიან კარგად და რომ მათ რჩებოდა იარაღი, ჩვენ უიარაღოთ რჩებოდით. ნათელი იყო რით დამთავრდებოდა ეს, მაგრამ მაინც სჯეროდა იმ ურთიერთობის, რაც მას ჰქონდა ჩამოყალიბებული აფხაზებთან, ყველა დანარჩენ ეროვნების ადამიანებთან და სჯეროდა, რომ ის სიყვარული მას ისევე სიკეთით დაუბრუნდებოდა. საუბედროდ ესე არ მოხდა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა გაწირო თავი შენი ერისა და სამშობლოსა. ჟიულის შარტავას 75 წლის თავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს რეჟისორი საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე გახლდათ. ჩვენი ხალხი მოიხადეთ ჩვენი მეგობრის, ჩვენი მოქალაქის, ჩვენი კაცური კაცის წინაშე და ღმერთო შენ განათლების სიცოცხლე. საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიულის შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. როგორც შინაარსობრივად, ასევე ემოციურად ძალიან დატვირთული საღამო იყო. ერთის მხრივ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჟიულის შარტავა და შევაჯამეთ მთელი კვირის ღონისძიებები. მეორეს მხრივ ჩვენ თვალნათლით დავინახეთ თუ რამხელა გმირობა ჩაიდინა ადამიანმა თავისი სამშობლოს წინაშე. ჟიულის შარტავა გახავთ ეროვნული გმირი, რომელმაც აჩვენა როგორც თანამედროვეებს, ასევე ყველა მომდევნო თაობას უახლეს ისტორიაში, როგორი უნდა იყოს თავდადებული სამშობლოსათვის შეწირული ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ მისი ძალისხმევას მის სამშობლოს სიკეთეს მოუტანს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ის ციტატა, რომელიც ჟიულის შარტავას სხვადასხვა დროს უთქვამს და დაუწერია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები. როდესაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ კონფლიქტებს სჭირდება მშვიდობიანი მოგვარება, რომ კომპრომისების გზით უნდა ვიაროთ, რომ ერთმანეთის მიმართ ნდობა გვჭირდება, წინ უნდა გავიხედოთ და ვიფიქროთ პოზიტიურ მომავალზე. სწორედ ეს მესიჯები გაჟღერდა სხვადასხვა გამონათქვამებში და შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს იყო უმაღლესი დონის მმართველის, საჯარო მოხელის წინადადებები. ბედნიერია ის, რომ ასე სამშობლოსთვის წავიდა. ჩვენ რა თქმა უნდა ამაყები ვართ. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ეკრანზე ის ბიჭები იყვნენ და იმათ მოვეფერეთ უმეტესობას სურათით, ბევრს მხოლოდ სახელს და გვარს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და ღმერთმა მოგვასწროს ისეთ საქართველოს, როგორიც ჟიულის უნდოდა. დიდი მადლობა ყველას.